ამ მოკლე ვიდეოში ვისაუბრებთ დღიურების წერის ფსიქოლოგიურ სარგებელზე. ამ არხზე უკვე დევს ვიდეო, სადაც საუბარია თუ რატომ უნდა მივწეროთ საკუთარ მომავალს წერილები. ამ ვიდეოში კი განვიხილავთ საკუთარი აწმყოს კონტროლს დღიურების წერის მეშვეობით. თუ გრძნობთ, რომ თქვენი ფიქრები ქაოტურად ენაცვლებიან ერთმანეთს და მათზე კონტროლს ვერ ამყარებთ, ან ხედავთ, რომ თქვენი ცხოვრება არ მიდის ისე, როგორც გსურთ, ან უბრალოდ გინდათ გაიცნოთ საკუთარი თავი უფრო ღრმად, მაშინ დღიურების წერა არის ერთდროულად ყველაზე იაფი, საინტერესო და ეფექტიანი საშუალება. უზარმაზარი არასაჭირო ინფორმაციით გადატვირთულ თანამედროვე ცხოვრებაში რთულია არ უჩიოდე ქონების გადატვირთვას. ჩვენი ტვინი იძულებულია გადაამუშავოს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე შეუძლია ან სჭირდება. ამიტომ ის უდიდეს ენერგიას ხარჯავს იმაზე, რომ დაახარისხოს რა არის მნიშვნელოვანი და რა არა. ეს პროცესი ავტომატურად ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, ისევე როგორც საჭმლის მონელება, მაგრამ კარგი ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესში ჩავერთოთ და დავეხმაროთ ტვინს ინფორმაციის ორგანიზებაში. აიღე რვეულიდან ბლოკნოტი, დააწერე თარიღი და დრო და დაიწყე წერა. დაწერე ყველაფერი, რაც თავში მოგივა. აღწერე შენი განვლილი დღე და გეგმე ხვალინდელი დღე, ან უბრალოდ იფიქრე წერილობითი ფორმით. ეს არ არის უბრალოდ გართობა. როცა შენ ფიქრობ წერილობითი ფორმით, შენი ტვინი იძულებულია ფიქრის ტემპი შეანელოს. ეს იმიტომ, რომ შეუძლებელია იმ ტემპით წერო, რა ტემპითაც ფიქრობ. ერთ წამში ტვინს ერთდროულად შეუძლია რამდენიმე რამეზე იფიქროს, მაგრამ ერთ წამში რამდენიმე რამეს ვერ დაწერ. ამიტომ შენი ფიქრის ტემპი ჩამოდის წერის ტემპამდე და გაძლევს საშუალებას გონებაში არსებული ქაოსი დაიყვანო ერთ კონკრეტულ საკითხამდე. დღიური გვეხმარება ფურცელზე გადმოვიტანოთ ჩვენი ფიქრები და ემოციები, რაც ამცირებს შფოთვასა და სტრესს. ეს არ არის ჩემი აზრი. ეს არის მეცნიერულად შემოწმებული ცოდნა. როცა ვწერთ, ჩვენ უფრო ნათლად ვხედავთ იმ ემოციებს, რომლებსაც ან ახსნას ვერ უძებნით, ან საკმარის დროს ვერ უთმობთ. ემოციების ფურცელზე გადმოტანა მათგან განმუხტვას ნიშნავს, რითიც ნეგატიურ ემოციებს დაგროვებაში უშლით ხელს. იმისთვის, რომ უარყოფითი ემოციები გამოხატო, არ არის აუცილებელი ვინმეს უყვირო ან ბალიში სცემო. შენ უბრალოდ უნდა დაწერო რას გრძნობ. ამით შენ მიიღებ საკუთარ თავს როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეებით. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი ექსპრესიული, ანუ გამომხატველობითი წერა. მისი პიონერია პროფესორი ჯეიმს პენებეიკერი. პენებეიკერმა ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც სტუდენტების ერთ ჯგუფს სთხოვდა დაეწერათ მათ ცხოვრებაში მომხდარი ტრაუმული მოვლენების შესახებ დღეში 15-20 წუთის განმავლობაში, ხოლო მეორე ჯგუფს სთხოვდა დაეწერათ ნეიტრალურ თემებზე. შედეგი? იმ ჯგუფს, რომელიც ემოციურ დღიურს აწარმოებდა, მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა იმუნური სისტემის მუშაობა, შემცირდა არტერიული წნევა და ექიმებისადმი მიმართვიანობა. ამის მეცნიერული ახსნა ის არის, რომ როცა ემოციებს ვიკლავთ, ორგანიზმი მუდმივ სტრესშია. წერა ამ ემოციებს მიმართულებას აძლევს და გარეთ უშვებს, რაც ამცირებს სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონეს. როდესაც ჩვენ ვგრძნობთ ძლიერ ემოციას, მაგალითად შიშს ან ბრაზს, ჩვენს ტვინში აქტიურდება ამიგდალა, ტვინის განგაშის ცენტრი. როგორც კი ამ ემოციას სახელს ვარქმევთ და ფურცელზე ვწერთ, მაგალითად ახლა თავს ძალიან იმედგაცრუებულად ვგრძნობ, აქტიურდება პრეფრონტალური ქერქი, ტვინის რაციონალური ნაწილი. პრეფრონტალური ქერქი თრგუნავს ამიგდალას აქტივობას. ანუ, სიტყვებით ემოციის იდენტიფიცირება ავტომატურად ამცირებს მის ინტენსივობას. ეს არის ტვინის დამუხრუჭების მექანიზმი. გარდა ამისა, დღიურის წერა გვეხმარება ჩვენივე სურვილების, მიზნების, ფასეულობებისა და შიშების უკეთ გაგებაში. თანაც ეს არის საკუთარი წარსულის შემონახვის უნიკალური გზა. თუ ფოტოსურათი ინახავს შენს გარეგნობას, დღიური ინახავს შენს შინაგან სამყაროს. როცა ვკითხულობთ ძველ ჩანაწერებს, ჩვენ ვხედავთ როგორ შევიცვალეთ, რა ვისწავლეთ და როგორ გავიზარდეთ. დღიური გვეხმარება მიზნების ჩამოყალიბებაშიც და მათი მიღწევის სამოქმედო გეგმის შედგენაშიც. დღიურის წერის კიდევ ერთი სარგებელია შემოქმედებითი იდეების გენერირება. დღიური არის ადგილი, სადაც შეგიძლია ჩაწერო და შემოინახო შენი იდეები, ოცნებები, გატაცებები. ეს სტიმულს აძლევს ფანტაზიას და შემოქმედებით მხარეს, ასევე აუმჯობესებს მეხსიერებასაც. როცა მოვლენებს ვწერთ, მათ უკეთ ვიმახსოვრებთ, ხოლო ძველი ჩანაწერების კითხვა აღადგენს იმ გარემოსა და კონტექსტს, რომელშიც დღიურს ვწერდით. აირჩიე ლამაზი დღიური. გამოყავი 5-10 წუთი ყოველ დღე და წერე ის, რაც გულში გაქვს.
ნუ ინერვიულებ გრამატიკაზე, რასაც წერ არ არის სხვებისთვის, ის შენთვისაა. სადე აქციო დღიურების წერა ყოველდღიურ რჩევად, მაგრამ მნიშვნელოვანია. დღიური არ არის მხოლოდ რა მოხდა დღეს. ყველაზე დიდი ეფექტი მას მაშინ აქვს, როცა წერ შენს ემოციებსაც, რას ფიქრობ ამაზე, რას გრძნობ და რატომ. ამით უბრალოდ ჩანაწერი ფსიქოლოგიურ მუშაობად და თუ გნებავთ თერაპიად გადაიქცევა. რაც მთავარია, ნუ დაწერ კომპიუტერში ან ტელეფონში, წერე ხელით. არც ეს არის ჩემი ახირება და ესეც მეცნიერულად არის შემოწმებული, თუმცა ამის უფრო დაწვრილებით ახსნით თავს აღარ შეგაწყენთ. ნუ გადადებ. დაიწყე დღესვე და ნახავ, რამდენად ძლიერ იარაღს ფლობ. შეხვედრამდე.